გამარჯობათ მეგობრებო, ეს რუოფის YouTube არხია, მე რუოფი ვარ. დღევანდელ ვიდეოში გვექნება განხილვა PUBG Mobile-ის ჩეთებზე. ვიდეო ორნაწილიანი იქნება. პირველ რიგში გეტყვით ეს ჩეთები და ეს ფაილები საიდან მოდის, ვინ აკეთებს. ორ ნაწილში აგიხსნით თუ როგორ უნდა ამოვიცნოთ ჩეთერი და დავარეპორტოთ. ორი ძალიან ცნობილი Telegram ჩათი არსებობს. პირველი არის King iOS-ი და მეორე Oasis-ი, სადაც ხდება ამ ყველაფრის ჩაწერა. შევდივართ ვებსაიტზე, სადაც ხდება ალტერნატიული PUBG Mobile-ის ჩამოწერა. აქ შევხვდებით BGMI-ს, შევხვდებით PUBG Global-ს, PUBG Corel-ს და PUBG VNG-ს. ჩვენ უნდა ავირჩიოთ PUBG Global-ი. ასევე ორი ვარიანტი არსებობს. Global-ი 4 და 30-ის ფული და ასევე არსებობს PUBG Global-ის light ვერსიები. დაინსტალირებთ ამ light ვერსიას აინსტალირებთ, შეგახსენებთ, რომ PUBG Mobile-ის პირველი აპლიკაცია, რომელიც თქვენს ტელეფონში გიწერიათ, ის წაშლილი უნდა გქონდეთ. ანუ მარტივად რო აგიხსნათ, Android-სა და iOS სხვადასხვა სტორები აქვს, იქიდან ჩამოწერო PUBG-ს შლით და ალტერნატიული ლინკით ჩამოგაქვთ ახალი PUBG Mobile. ამის შემდეგ უბრალოდ დაინსტალირებთ ამ ყველაფერს, გადახვალთ setting-ებში, მოძებნით General, VPN-ად აირჩევთ Nationals, თქვენი device მოწყობილობიდან Trust და სულ ეს არის. დაარესტარტებთ თქვენს ტელეფონს და ეს ფაილი გექნებათ. ხდება ამ ფაილში, როდესაც უკვე ამ ფაილს დააინსტალირებთ. აქ არის რამდენიმე ვარიანტი. ფაილი გაჩვენებთ აბსოლუტურ მონაცემს, სად არის მანქანა, ადამიანი, ბოტები, 360 გრადუსის რადარი, სად არის იარაღი, ასევე არის ვინმე თუ გრენეიდი გახსნა, იმის მაჩვენებელი, რომ იმ ადამიანს გრენეიდია გახსნილი და ასე შემდეგ. ასევე არის aimbot-ი, რომელსაც ჩართავ და ტყვეები უფრო მარტივად ითვლება. ასევე გვაქვს skin hack-ი აქ მოცემული და აირჩევთ მაგალითად ბეიპის ფეხსაცმელს, აირჩევთ ბეიპის შარვალს და ასე შემდეგ. და რაც მთავარია, ამ ყველაფერზე ბანი არიდე. კონკურენცია ყველგან არის და ამ ფაილებშიც კონკურენცია. პირველი გითხარით King iOS-ის ფაილები, მეორე არის Oasis-ი. განსხვავებულია, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, მაგრამ პრინციპი ერთ და იგივეა. შედიხართ, გადმოწვეთ ალტერნატიულ PUBG-ს, წერთ keys და თამაშობთ. ჩემ Telegram ჯგუფში გავაკეთე ჩამონათვალი. პირველი წერია საიდან ჩამოწერო, როგორ დააინსტალირო, ამიტომ პირდაპირ გადმოდით ჩემ Telegram ჩატში და ბოლო მესიჯი დაგხვდებათ აპინულ მდგომარეობაში სახელები აპლიკაციის, ჩათის ლინკები, საიდან ხდება keys მოძიება და ყველაფერი გამზადებული მასალა უკვე ჩემს Telegram-ზეა. ამიტომ პირდაპირ დააჭერთ და გადმოხვალთ. მე კი გეუბნებით თქვენ სახელებს ამ აპლიკაციების და სერვერების, მაგრამ თუ მაინც ვერ იპოვეთ, ეს ყველაფერი ჩემს Telegram ჩატში. ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის აქ? როდესაც თამაში ჩართული გვაქვს, ზემოთ აწერია clear, ანუ არავინ არაა შენს გარშემო. ასევე ქვედა მარცხენა კუთხეს შეგიძლია დააყენოთ, რომ მაგალითად თამაში დაწყებულია 6 წუთი, პლეიერები 67 ცოცხალი და რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვანი, რეალური პლეიერები არის 15 ადამიანი შემოსული და 4 თიმი, დანარჩენი ყველა არის ბოტი. ესეც უშუალოდ გადავედით უკვე კლასიკის თამაშზე. ამ შემთხვევაში 8 წუთია თამაში დაწყებულია. გავილუთოთ და წავიდეთ შემდეგ, ესე რომ ვთქვათ, სხვა თიმების აპონენტად. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს წინასწარ ინფორმაცია, ვინ სად არის და ჩვენ წინასწარ ვიცით, ვინ რომელი თიმი სად სპაუნზე არის. და ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის, როდესაც ეს ჩართული ვარ და ჩვენთან წრე ჩანს, თუ გავალ მე ლაივში, ეხლა ამ წამს ლაივში შემიძლია დავმალო ეს ყველაფერი, მე ჩემთან იგივე გამოჩნდება, მაგრამ ლაივში იქნება ისეთი ფუნქცია, რომ ის უბრალოდ ვერავინ ვერ ხედავს, რომ ჩეთი მაქვს ჩართული, ხო? გადავედით სპაუნზე. ოკეი. აქ აღმოვაჩინე ვინმე თიმს. მოჭველი გამოჩნდება აქ თიმი. ჯერჯერობით სუფთა არის აქ გარემო. მაგრამ ვიპოვით ვინმეს და მე მინდა რომ ეხლა ამ პროცესში თქვენ დარწმუნდეთ, როგორ მარტივად შემიძლია ვიპოვო პლეიერი თუ სად იმყოფება. გადავედით ზებნაზე, სკულში ახლა უნდა იყოს ერთი ადამიანი მაინც ვინმე, ამიტომ ესე რომ ვთქვათ, მანამდე სანამ სკულში გადავალთ, მე მინდა რომ skin hack-ებიც დაგანახოთ, რომ რას უამრავ ეგ უბრალოდ ჩამოწერილი არ მაქვს ყველა, მაგრამ აი მაგალითად უცებ დოჯიზე გადავაყენე, იმიტომ რომ აქ აქვს ფუნქცია ამას, რომ დოჯი იყოს. ახლა გადავაყენებ მაგალითად სხვა ფერის დოჯზე, ყვითელ ფერზე.
ბუგატებიც არის, ლამბორგინებიც არის, უბრალოდ მე არ მაქვს ჩაწერილი ამ მომენტში, მაგრამ მოდი ახლა ვირჩიოთ ვარდისფერი დოჯი. ამით წავიდეთ. სკულში უნდა ვიპოვოთ ერთი ადამიანი, მაგრამ რადარზე გამოჩნდება აუცილებლად ვინმე არის თუ არა. კი ბატონო, აი დამიფიქსირა. ერთი ადამიანი არის 318 მეტრში. გადავალ ხა ამ ადამიანთან, ნახავ და დავაფინიშებ. ან დამაფინიშებს, მაგრამ ამ ჰაკის მეშვეობით არ ამგონია რომ დამაფინიშოს. იმიტომ რომ ძალიან ძლიერია და ძალიან მარტივად თulis ტყუებს. 63 მეტრშია. 63 მეტრშია. ანუ კი ბატონო, გადაადგილდება, მოძრაობს. კი ბატონო, ჩამოვიდა და ბამ. კი ბატონო, ძალიან მარტივად. ამასობაში უკვე 300 მეტრში კიდევ ერთი პლეიერი გამოჩნდა და აი ამ პლეიერის დასაფინიშებლად წავალ. 200 მეტრში. თან ამასობაში მეუბნება რა იარაღი უკავია, როგორ მოძრაობს და ასე შემდეგ. ყველანაირი ინფორმაციაა დატანილი, ესე რომ ვთქვათ, გვერდზე. 253 მეტრში ეს არის დიდი ალბათობით რეკალზე. გადავიდეთ რეკალისკენ, ერთი ადამიანია ჯერჯერობით რადარზე, ორი ადამიანია რადარზე. ერთი წამით. დავიდეთ. კი ბატონო, აგეთ მანქანა მოვიდა, რა თქმა უნდა, წამებში დაფინიშდა და კიდევ ერთი ადამიანი გამოჩნდა სკულის სპაუნზე 200 მეტრშია რა და ძალიან მარტივად მივალ ახლა მანქანით. კი ბატონო, აგერ არის ჩემ წინ. როდესაც წითელი არის, მაშინ ტყვიას ვერ გავარტყავ, როდესაც მწვანე კუბიკი არის, მაშინ უკვე ტყვის ჩათვლა შემიძლია. რაც შეეხება TDM თამაშზე, მოდი ერთი სატესტო TDM-იც გავუშვათ. აქ ჩვენი მოხალისი არის შემოსული და აი როგორც უკვე გაჩვენეთ, აქ არის ყველა ის ფუნქციონალი, რომელიც თქვენ გჭირდება. აი ამ თამაში მაცვია რაღაც კონკრეტული განსაცმელი, რომელიც რენდომ ავარჩიე, რა თქმა უნდა skin hack-დან არის. და ეხლა როგორ მარტივად თulis ტყუებს თქვენ დაგარწმუნებთ ამ ყველაფერში, სადაც არ უნდა დაუმიზნოთ, ის უბრალოდ დაინოკება, იმიტომ რომ aim bot-ი არის ჩართული. თქვენ თავად დარწმუნდით, როგორი მარტივია აი ამ ჩეთებით თამაში. თქვენი უნარები არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი FPS-ი გაქვს 120 თუ 40. როგორ თამაშობთ, როდესაც ჩეთერ ადამიანის წინაშე ხარ, თქვენი უნარები ჩათვალეთ 0. ეხლა უშუალოდ გადავიდეთ ვიდეოს მეორე ნაწილზე, სადაც იქნება ჩემი რჩევები, თუ როგორ აღმოაჩინოთ ჩეთერი, როგორ დაარეპორტოთ ჩეთერი, როგორ მივუდგეთ, როდესაც ჩეთერი გვეთამაშება, როდესაც თამაშობთ სოლო, ძალიან რთულია, თითქმის შეუძლებელია, რომ ჩეთერი გაიტანოთ. ამიტომ, ვინც რანკზე თამაშობთ, აუცილებლად 4 კაცი ერთად იარეთ. არავითარ შემთხვევაში სოლო ან დუო არ იყოთ, იმიტომ რომ ჩეთერისთვის ძალიან მარტივია დუოს გატანა. როდესაც aimbot-ი კონცენტრირდება ერთ პლეიერზე, ერთი პლეიერის დანოკვაზე, უკვე როდესაც 4 რაშავთ, მისთვის შეუძლებელი ხდება, რომ 4-ვე გაიტანოს. ამიტომ, ვინც რანგზე და განსაკუთრებით კონკერორზე თამაშობთ, 4 კაცი ერთად არ მოშორდეთ ერთმანეთს. ახლა უშუალოდ განვიხილოთ, როგორ ამოვიცნოთ ჩეთერები, იმიტომ რომ ყოველ ფეხის ნაბიჯზე არიან და უკვე შეუძლებელია პრაქტიკულად თამაში. მობაილი ერთი კონკრეტული თამაშის მიხედვით არ ადგენს თუ ეს ადამიანი არის თუ არა ჩეთერი. პირველ რიგში არის წარსულის ჩანაწერები, შეჯიბრებით შესრულება, პერფორმანსი, მესამე არის ცევის ჩანაწერი. არსებობს aimbot-ი, რა თქმა უნდა, ყველა aimbot-ს თამაშობს, თუმცა ნამდვილი ჩეთერები რეალურად ირჩევენ სხვა დამხმარე საშუალებებს, როგორიც არის ბუსტი, აჩქარებული კადრი, ოპის სტაბილიზაცია, recoil სტაბილიზაცია და სხვა. არის თუ არა ჩეთერი ძალიან მარტივი გასაგებია PUBG-ს investigation გუნდიდან, იმიტომ რომ როგორც სისტემა ავტომატურ რეჟიმში ამოწმებს პლეიერებს, ასევე რეალური ცოცხალი ადამიანები უყურებენ თქვენ თამაშს და ისინი ამოწმებენ თქვენ ხართ თუ არა პატიოსანი მოთამაშე. ერთი ლაკმუსი არის, როდესაც მოთამაშე გამუდმებით მაღალი KD-ით თამაშობს. მეორე არის მოთამაშე, რომ სტატისტიკა მხოლოდ თავში მიდის,
და შეუძლებელია მოთამაშეს 80-90%-იანი headshot-ი კონდეს. მე ადამიანებსაც გარკვეული ცოდნა აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით, შეუძლია PUBG Mobile-ის ოფიციალური გლობალის გუნდ შეუერთდეს და თავად უყუროს ამ ვიდეოებს და თავად მიიღოს გადაწყვეტილება ეს ადამიანი ჩეთერი არის თუ არა. ესათვის ძალიან მარტივი პროცედურაა საჭირო, უნდა დარეგისტრირდეს PUBG თქვენი აპლიკაციიდან security center-ში და ამის მიხედვით თქვენ PUBG Mobile-ი აგარჩევთ, რამდენად აკმაყოფილებთ ამ პირობებს. ბევრი ვიდეოსთვის მიყურებია, როდესაც ბანის საკითხი წყდებოდა. თუ მაგალითად სხვა თემებში ძალიან რთული არის ჩეთერის გამოჭერა, ყველაზე მარტივი გამოსაჭერი არის სიჩქარეში. ანუ, როდესაც მოთამაშე ძალიან სწრაფად ნოკავს ადამიანს. ყველა იარაღს PUBG Mobile-ში აქვს საკუთარი დიმეიჯი და რამდენი ტყუია ჭირდება ადამიანის დასანოკად, პლეიერის დასანოკად, წინასწარ ვიცით. შესაბამისად, როდესაც სპიდი ანუ სიჩქარე ძალიან მაღალია დანოკვის, აქ უკვე ეჭვიჭდება. უნდა სტედიუმში შემოვიდა თქვენთან ვიღაც მოთამაშე და ხვდებით, რომ წამებში უკვე ნოკზე ხართ. რა ხდება? პირველი კითხვისნიშანი აქ უნდა დასვათ. საეჭვოდ იცის თქვენი ადგილმდებარეობა. ვინაიდან ბევრი ჩეთი წინასწარ გატყობინებთ ადამიანის სად დგას და თუ თქვენ გადაადგილ მაქსიმალურად ეცადეთ, რომ ძალიან ბევრი იმოძრაოთ თამაში. თუ მოთამაშე მოგყვებათ და წინასწარ უკვე იცის სად ხართ რა სპაუნზე, აქ აბსოლუტურად 100%-ით ბანია დასადები ესეთ აკაუნტზე, ამიტომ აუცილებლად დაარეპორტეთ. დაარეპორტების დრო ძალიან მნიშვნელოვანია, მივხვდით სწორი გარემოება, რის გამო არეპორტებთ. ის რომ აიმბოტია, ის რომ სპიდია, ის რომ ძალიან შორი დისტანციიდან ზერო რეკოილით დაგნოკათ, ამიტომ თუ თქვენ მაგალითად ძალიან სწრაფად ინოკებით aimbot-ზე არეპორტებთ, თუ სიტყვაზე თქვენი ინფორმაცია იცით, აქ უკუთითებთ დამხმარე საშუალებებს და დიხართ მის кейდზე და თუ кейდი ძალიან მაღალია და headshot rate ძალიან მაღალია, ავტომატურ რეჟიმში უთითებთ კიდევ რომ ის იყენებს დამხმარე საშუალებას. ახლა მეტყვით თუ როგორ უნდა შევამოწმოთ მოთამაშე არის თუ არა კეთილსინდისიერი. რა თქმა უნდა, პანბან სისტემის მიხედვით ეს მოწმდება. ადამიანებიც უყურებენ ვიდეოების გადახვევით ამ ყველაფერს, თუმცა, როდესაც ოფიციალური e-sport გეიმები და ოფიციალური ტურნირები ტარდება, აქაც კი არენდობიან მოთამაშეებს და უშუალოდ ხელით მიმდინარეობს ჩხრეკა. იცი რატომ? ხორს უკვე გითხარით, სიტყვაზე ჩეთი თუ ჩართულია, მე შეიძლება დაგანახოთ ჩემი დევაისი, რომ არაფერი არ მაქვს შეერთებული, შეიძლება დაგანახოთ ის, რომ არაფერი არაა სკრინზე, მაგრამ რეალურად არის. აქედან გამომდინარე, როდესაც ოფიციალურ PUBG ტურნირში შედიხარ, ვალდებულია თითოეული მოთამაშე თავიდან ბოლომდე გაიაროს სკანირება. პირველი არის თუ არა დამატებითი ფლეშმეხსიერება, არის თუ არა დამატებითი ფაილი ამ ადამიანის ჯიბეში, ჩანტაში, არ ვიცი სად და ამის გარდა უშუალოდ ხელით მიმდინარეობს ჩხრეკა. ამის შემდეგ თუ ძალიან ძვირადღირებული ტურნირებია, ძირითადად ხვდებათ იქ დევაისი, ანუ საკუთარი ტელეფონით არ მიდიან, თვითონ PUBG უზრუნველყოფს ბოლოტაობის მოწყობილობებს, რომ იქ დაახვედრონ, ყველანაირი რისკი ოფიციალურ ტურნირზე ნულამდეა დაყვანილი. ვიდეო არ მინდა ძალიან გრძელი გამოვიდეს, იმიტომ რომ ამ თემაზე შეიძლება დაუსრულებლად ისაუბრო, ეს ჩეთერია, ის ჩეთერი არ არის, მაგრამ ჩემი დიდი თხოვნაა, Conqueror-ის დადება მინდოდა ამ სეზონზე, მაგრამ შეუძლებელი იყო, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო, იმიტომ რომ ვერ შევძელით და მე უკუცებ დავფიქრდი საიდან როგორ აკეთებს ეს ხალხი ამას და უამრავი რესერჩის შემდეგ გადავაწყდი უამრავ ფაილს, რითაც ძალიან მარტივად დგინდება რომ ეს ადამიანები არიან ჩეთერები. ინსტალირე და დავტესტე ვიდეოსთვის. რაღაცნაირად გული ამიცრუდა ამ ყველაფერზე და დავწმუნდი რომ მე როდესაც ვწვალობ, რაღაც ოპტიმიზაციებს ვაკეთებ ჩემ ტელეფონში რომ უკეთესად წაიღოს ტყვია, ადამიანები ერთი კლიკით ხდება ეს ყველაფერი. შესაბამისად დატესტოთ, თქვენ თვითონ მიხვდეთ, რამდენად ცუდი რაღაცაა და ჩემი გულითადი თხოვნა იქნება, არ გამოიყენოთ. თუ დაინახავთ ვინმეს, რომ საქართველოში ძალიან ხშირად მომრავლდნენ ისეთი ადამიანები, ვინც ამას ყიდიან, ოღონდ ყიდიან როგორ გადამყიდველები არიან, თუ იყიდიან $1, ყიდიან უფრო ძვირად, შესაბამისად, ჩემი დიდი თხოვნაა, დაინახავთ ჩეთერს დაარეპორტეთ, ოღონდ სწორად დაარეპორტეთ. დაინახავთ ვინც ამას ყიდით, იმ წამსვე TikTok-ი დაუბლოკეთ, YouTube-ი და ყველაფერი უნდა დაბლოკეთ, ეს ხალხი უნდა მოშორდეს აქედან. იმიტომ რომ ადამიანებს წმენა ეკარგებათ, мотивация ეკარგებათ, ემში რაღაც უკეთესი შედეგი დავდე და გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ერთი წამით შემოვა და მაგალითად 10-5 წავაგებ. და ეხლა ძალიან ემოციურია ეს ყველაფერი ჩემთვის, რადგან 8 წელია ამ თამაშს თამაშობ და უბრალოდ ძალიან ბევრი მოგონება და კარგი რაღაცა არის
ამ თამაში ჩემთვის და როცა შევდივარ და ელემენტარული ადამიანს, ვისაც არ უწერია ჩეთი ესეთ მდგომარეობაში ვარდება, მოდი ჩავიწეროთ, დავტესტოთ, გავაანალიზოთ, რამდენად ცუდია და გერჩივნოთ, რომ 5 კილი გააკეთოთ ოღონდ პატიოსნად, ვიდრე 30 და აი ესეთი მდგომარეობი. ცოტა ემოციური გამომივიდა ეს ბოლო ნაწილი, მადლობა. ვეცდები უფრო დიდხნიანი ვიდეოები გადავიღო, უბრალოდ ძალიან ბევრი დრო სჭირდება ამ ყველაფერს და შემდეგში უფრო მეტ ვიდეოს დაგიდებთ. მადლობა, ვინც ბოლომდე დარჩით და მიყურეთ.